იცით ჩვენი განცხადება ყველამ, რომ უარს ვამბობთ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობას, რომელსაც ჩაატარებს ეს თვითმარქვია ხელისუფლება. და პირველი კითხვა მიჩნდება საერთოდ შემოდგომაზე თუ არ აღიარეთ ეს არჩევნები, რისთვის გამოიყვანეთ ხალხი გარეთ. რისთვის დააჭერინეთ ამდენი ადამიანი და რისთვის ყავს დღეს ამდენი სინდისის პატიმარი ზემოდან დამატებული პოლიტიკოსები. და დღეს ამ ფონზე, საზოგადოების ფონზე კიდევ არჩევნებზე არის ლაპარაკი. მართლა არ მესმის რატომ აკეთებთ ამას? ოპოზიციას გაქვთ რეალურად ძალა, ეს ყველამ კარგად იცით, ერთ მაგიდასთან ვერ დამსხდარ ხართ და ერთ რაღაცაზე ვერ შეთანხმებულ ხართ და ერთ გადაწყვეტილებამდე ვერ მისულ ხართ, რომ ეს პატიმრები გამოიყვანოთ და ამ ქვეყანასაც ერთხელ და სამუდამოდ ეშველოს. არანაირი არჩევნებში მონაწილეობა ვერ უშველის ვერც პატიმრებს, ვერც ერთ ვერ გამოიყვანს გარეთ. და ვერც ამ ქვეყანას უშველის. ეს ხო რეალურია და ეს ხო ყველამ კარგად ვიცით. და რატომ ვლაპარაკობთ საერთოდ თვითმმართველობის არჩევნებზე? ბიჭების აზრით ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად იცით, ყველა პატიმრის აზრი და ოჯახების აზრით კატეგორიულად ვართ წინააღმდეგები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. და საერთოდ თუ რამე არჩევნებში ჩაატარებენ, ეს რა ვიცი, თვითმარქვეები, ანუ არალეგიტიმურები, არსად აღიარებულები არ არიან და არ ვიცი. რასში უნდა მიიღოთ მონაწილეობა? უჩა, ხო არ გასცემდით პასუხს და გიორგისთან გადავალ მერე და ჩავხედე სპეციალურად 24-ში რამდენმა პარტიამ მიიღო საერთო მონაწილეობა რა 29 პარტია, ну აქედან 3 თუ 4 კოალიცია, დანარჩენი 29 პარტია. ვიცით რომ აი ჩვენთვის ნაცნობი არის სადღაც 12, დანარჩენი რამდენი დარჩა 17 პარტია, საერთოდ ну კაი დავუშვათ ლეიბორისტები და გირჩი გამოვიდა 15 პარტია საერთოდ იცით ვინ არიან, რა არიან და ან ვინმე დარწმუნებულია რომ არ მიიღებს 15-მა პარტიამ რომ მიიღოს მონაწილეობა ის ვინც არ იცით და გადაინაწილოს და აი მერე ნახეთ მართლა ლეგიტიმაცია მერე ნახეთ მართლა ესე დავარცხნილი არჩევნები მე ვახსენე პრეზიდენტის არჩევნები აი მე 15 პარტია თქვენ იცით რომ არ გადის არჩევნებზე. მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ მაგის მოვალეობა არც მე მაქვს და არც საზოგადოებას რომელიც გარეთ დგას. ეგ პრობლემა უნდა მოაგვაროთ ზუსტად ოპოზიციურმა პარტიებმა, თქვენ უნდა მოიძიოთ და თქვენ უნდა დააყენოთ სწორი მიმართულებით მთლიანად, ანუ თქვენ უნდა შეთანხმდეთ მესმის. ყველაფერიცადა ლელომ აბსოლუტურად ყველანაირი ხელშეწყობა მაგრამ გამოსავალი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ არის. ეგ კარგად ვიცით ყველამ. გასაგებია და არავინ არ შედის რაღაცა იქ 100%-ის გამოსატანად იქიდან. თუ გამოიტანათ და იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, რომელსაც არ ვაღიარებთ უკვე ამდენი თვეა და ოქტომბერში უნდა შეხვიდეთ და არჩევნებში მოგოთ მონაწილეობა. აი ღმერთმა ქნას და თუ გამოიტანა სიტყვაზე ეს თბილისის გამოგლეჯვა რას უშველს ელემენტარულს გეტყვით აი უბრალოდ მერის განკარგულებით კამერები აი მოიხსნას არანაირ შსს მერიას ძალიან დიდი ბერკეტი თუმცა მაგას თავი დავანებოთ უფლებები შეუზღუდონ ყველაფერს იგონებენ ვერაფერს ვერ მოიგონებენ თუ მერიის განკარგულება არ იქნა ვერ შსს და ვერც ვერ ელემენტარულ ბოთს ვერ ჩაარჭობს ვერანაირ შსს თუ მერიის განკარგულება არ იქნა ამას